ფედერალისტებმა ნარკოპოლიტიკის შესახებ პარტიის ხედვა წარადგინეს. ამ რეფორმაზე პასუხისმგებელი პარტიის ახალი ლიდერი ზურაბ სიხარულიძე წარადგინეს. მათი თქმით, ნარკოდამოკიდებულ მოქალაქეებთან მიმართებით სამედიცინო ზრუნვის კომპონენტის გაძლიერება უნდა მოხდეს. პარტიაში ამბობენ, რომ ხედვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ გამოცდილებას ეფუძნება. ჩვენი ხედვა არის აბსოლუტურად განსხვავებული იმისგან, რაც დღეს და ზოგადად 30 წელი ამ ქვეყანაში ხდებოდა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და მგონია, რომ საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის ჩვენი ხედვა, როგორ ვხედავთ ამ პრობლემის გადაჭრის გზებს და რა არის მთავარი ის ამოცანები, რომელიც უნდა დასახოს ქვეყანამ. მთავარი მესიჯი ჩვენი ხედვის არის ზრუნვა დასჯის მაგივრად. ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი. მე ძალიან მიხარია, რომ ისეთი დიდი ავტორიტეტი ამ დარგში, როგორც არის ზურაბ სიხარულიძე, ჩვენ გუნდს შემოუერთდა და ჩვენ გუნდში დაინახა თავისი შესაძლებლობების რეალიზაციის შესაძლებლობა და დღეს წარმოგიდგენთ იმ რეფორმას, რომელიც ჩვენ უკვე დავწერეთ მასთან ერთად და ჩვენ ახალ პოლიტიკურ ლიდერს ახალ რეფორმასთან ერთად წარმოვადგენთ, რომელიც 50,000 ადამიანს, მათ ოჯახებს და ასევე მთელ საზოგადოებას ეხება, იმიტომ რომ ნარკომანია დისფუნქციურს ხდის მოქალაქეებს და მერე მათი დისფუნქციურობა უკვე მთელი საზოგადოების თავისწყევილი ხდება. ჩვენი პოლიტიკა იქნება ერთი მხრივ ორგანიზებული დანაშაულის ამოძირკვისკენ მიმართული, რაც ვაჭრობას ხელს უწყობს, ბუნებრივია და აი ეს უნდა ამოიძირკოს წყაროები და მეორე მხრივ ზრუნვა ნაცვლად დასჯისა.